სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. კვების ობიექტების ჩამონათვალი, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. შპს Cosmo Inc. ბრენდული დასახელებით Firewalk, თბილისი, დადიანის 20. ინდმეწარმე ჰს. თბილისი, გიული ჭოხონელიძის ქუჩა 16. შპს მიაოჯია, თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა 6. შპს იომი 1977. თბილისი, გამრეკელის 3. ინდმეწარმე დქ. სწრაფი კვების ობიექტი, ბრენდული დასახელებით Evil Walk. თბილისი, დიღმის მასივი მესამე კვარტალი, 35 კორპუსი. RNI Enterprise, თბილისი, შალვა ნუცუბიძის 2. შპს ალმადინე კიევ, ტეტელაშვილის ქუჩა 2. შპს იოკო აზია, კაფე-ბარი რესტორანი, ჭავჭავაძის ქუჩა 19. შპს Flag Catering Management, ჩინური რესტორანი ბამბუ, თბილისი, ბუდაპეშტის 32. ობიექტებზე გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები აქტიურად ამოწმებენ დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. ინსპექტირების ჯგუფის მიერ ერთი დღის განმავლობაში შემოწმდა 19 ობიექტი, მათგან 10 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა ასევე ვადაგასული სურსათი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, შესაბამისად ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საქმიანობა.